მამაკაცი. მოგესალმებით ყველას საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო 1 იწყებს თქვენთვის და თქვენთან ერთად მუშაობას ქალი და მამაკაცი ეთერშია პირველ რიგში რა თქმა უნდა ყველა ქრისტიანს ვინც დღევანდელ დღესასწაულზე იმობს ვულოცავ ხარებას თვითონ სიტყვა ისეთი კარგი და ისეთი დადებითი რომ არ შეიძლება რომ კარგ ხასიათზე არ გაიღვიძო გილოცავ თუ გახარებული ყოფილიყავით დალოცვაც ადვილია სიტყვიდან გამომდინარე და ისტორიას რასაკვირველი ახლა დღევანდელი დღის სულ მოკლედ მოვყვებით მათთვის ვინც თქვა სკოლაში არ წასულა და გვისმეს თორე ჩვენმა ისე ძალიან განათლებულმა მსმენელმა ცხადია იცის თუ რა თან გვაქვს დღეს საქმე ხო რა დღესასწაულთან დათო თუ გინდა მაინც პატარა განმარტება გავაკეთოთ ანგელოზმა მიახარა ღვთისმშობელო ქალწულო კითხულობ გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა მოკლედ მოგვახარეს თვალს კაცობრიობას კი ნამდვილად და ამ დღეს ნამდვილად შეიცვალა კაცობრიობის ისტორია ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მათთვის ღვინც ნაკლებად მორწმუნე ან საერთოდ არ არის მორწმუნე ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო ბოლოს და ბოლოს ხო ხა ამაზე მნიშვნელოვანიც რა უნდა იყოს მოკლედ გილოცავთ ხარების დღესასწაულს შვილს და პირველივე კითხვა რა შემომიბრუნა ანგელოზი გოგო იყო თუ ბიჭიო ეს კითხვა ნუ ამბავი გაიგო და პირველი შეკითხვა ეს იყო ხო თავად ანგელოზი გაბრიელი იყო მეთქმეც განუმარტია და შესაბამისად მიხვდა კი ნუ ბიჭებიც არიან ანგელოზები შეიძლება ვთქვა სალი თუ გვისმენ ან გვიყურებ ბიჭებიც ხანდახან არიან ანგელოზები ხა თვად გულს ნუ გაიტე ეს ხო ნუ იქიდან გამომდინარე რომ დღეს არის პარასკევი და თავისუფალი თემა ასევე იქიდან გამომდინარე რომ მომდევნო კვირად ისეთი ძალიან დატვირთულია რელიგიური დღესასწაულებით ჩვენ მომდევნო კვირისთვის გადავდეთ რელიგიიდან გამომდინარე სფეროს წარმომადგენელი იქნება ეს თეოლოგი იქნება ეს მღვდელი თუ ასე შემდეგ სტუმრობა და დღევანდელ თავისუფალ თემას სხვა თემაზე ვისაუბრებთ სხვათა შორის ამ ბოლო დროს რაც ამ ბოლო კვირაში უბრალოდ სოციალური მედია წალეკა მან და არა მარტო სოციალური მედია საუბრები ერთმანეთში და მე და დათო გუშინ ორივე მივედით ერთ დასკვნამდე რომ სამწუხაროდ ადამიანები ხშირად ეწინააღმდეგებიან იმ კანონებს რომელიც მათივე ჯანმრთელობისთვისა და უსაფრთხოებისთვის არის შექმნილი მარტივად რომ ვთქვა ჯანმრთელობაც შედის ამაში უსაფრთხოებაც შედის შენიც სხვისიც რადგანაც შინაარსობრივად ეხლა ძალიან სიღრმეებში რომ არ წავიდეთ და არ ვიფილოსოფოსოთ ზოგადად ფსიქოლოგები თავისებურად თავის ენაზე ხსნიან ხოლმე ამას ნებისმიერი კანონი რომელიც კრძალავს რაღაცას, როგორც ბავშვის შემთხვევაში, ჩვენ ხო დიდი ბავშვები ვჩებით სულმუდმივად და ვეწინააღმდეგებით რაღაც კანონ მორჩილებას და რაღაცის აკრძალვას. რაზეც უნდა იყოს ეს სულ ერთი ამ შემთხვევაში, ხო? ხო. ესე იგი რა ხდება? ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორი კანონი მიიღეს, ხო შეს პირველი მოსმენით იქნა ორივე მიღებული, ხა კანონის ძალაში შესვლას კიდევ რამდენიმე დრო რაღაც დრო დასჭირდება აუცილებლად და ადამიანების მიმღებლობაც რომ გაიზარდოს ამ კანონის მიმართ პირველი ეს არის სიგარეტის მოწევის აკრძალვა და ჩვენ ამაზე ჯერ კიდევ იდეის დონეზე გვქონდა საუბარი ამ პროექტის კანონ პროექტის ინიციატორთან ქალბატონ გუგული მაღრადესთან რომელიც გვყავდა და ქალბატონ გუგული მაღრადის ინიციატივით რომელსაც ერთსულოვნად დაეთანხმა პარლამენტის პოზიციის თუ ოპოზიციის წარმომადგენლები ეს იყო სიგარეტის მოწევის აკრძალვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კაფეები, ბარები, რესტორნები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ მიზეზი პირველ რიგში ის არის რომ ევრორეგულაცია მოითხოვს ერთ-ერთი მიზეზი ეს არის მეორე და მთავარი მიზეზი
ის არის რომ ადამიანებს უბრალოდ გვაქვს იმის უფლება რომ სუფთა ჰაერი რომელთაც განებივრებული არა ვართ არასუფთა ჰაერს კაფეში არ დავუმატოთ კიდე გამონაბოლქვი ჩვენი თანამეინახის რომელსაც როცა მოუნდება მაშინ გააბოლებს სიგარეტს ჯერთი გუშინ ეტიკეტზე ვლაპარაკობდი და არის რამდენიმე წესი როცა არ შეიძლება თუნდაც დაშვებული იყოს მოწევა ხო სახლში სანამ ყველა სადილს არ მორჩება არ შეიძლება ყავამდე მოწევა ძალიან ცუდ ტონად ითვლება შენ რომ ისედაც გვერდით მყოფებს თუნდაც ღია სივრცეში იყო მე მგონი თუ ეტიკეტზე ვლაპარაკობთ უნდა კითხვა მაინც ხوار შეგაწუხებთ რომ მოწევა რა თქმა უნდა თუმცა ღია სივრცეში და ღია კაფეებში ცხადია აკრძალული არცად არ არის მოწევა მაგრამ იმანაც რომ ადამიანებს სუფრის განმავლობაში 3-4 წუთით მოუხდებათ თანამეინახეთა დატოვება და გარეთ მოუნდებათ სიგარეტის მოწევა ამანაც ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია საზოგადოებაში კი მე არ ველოდი სიმართლე გითხრათ ამ ხელა პროტესტს არ ველოდი რა თქმა უნდა რაღაც პროტესტი იქნებოდა მაგრამ ჩემს მეგობრებში ჩემს გარშემო ადამიანებში ძალიან ბევრი აღმოჩნდა ისეთი ვინც ისეთი ჭკვიანი ხალხი მოდი ასე პირდაპირ ვიტყვი ვინც აპროტესტებს თავისი არგუმენტებით და თავისი არგუმენტები აქვს მე ვერ ვეთანხმები მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ხელა პროტესტს და ამ ხელა იმას არ ველოდი იმასთან დაკავშირებით რაზეც თითქოს ერთის მხრივ ყველა ვთანხმდებით რომ კარგია ეს აკრძალვა და სადღაც ევროპის ქვეყნებში რომ მივდივართ ვამბობთ რომ მე რა კარგი იყო რომ ასად არ ეწეოდნენ გამოდიოდი და გარეთ ეწეოდი და შევდიოდი ისევ მაგრამ აი ეს რაღაც არ მოწევს შესაბამისად ეწევი ბევრად უფრო ნაკლებს როდესაც ერთი საღამოს განმავლობაში შეიძლება ყავაზე 3 ღერი სიგარეტი მოწიო და ან ყოველი შემოტანილი კერძის შემდეგ გააბოლო თითო ღერი სიგარეტი ხო ანუ ეს პირველი ამას აღარ იზამენ ადამიანები და მეორეც გუშინ ვცდილობდი რომ რომანტიკული საწყისით მაინც დამემშვიდები ეს ადამიანი იმიტომ ძალიან ბევრი კამათი მომიწია იმაზე რომ ჩემი უფლება ირღვევა რატო ირღვევა შენი უფლება ვერაფრით ვერ ხვდები ანუ წეველის უფლების დარღვევაზე ხო წეველის უფლება არ ირღვევა არანაირად იმიტომ რომ წეველს ჩემი უფლება როგორც არამწეველის თუ ვარ ამ შემთხვევაში ჩემი უფრო ირღვევა იმიტომ რომ მე იძულებული ვარ ვისუნთქო ის რასაც მე ჩემს ჯანმრთელობას არ ვუკეთებ ხო შენ თუ გინდა და გადაწყვეტილი გაქვს მოწევა კი ბატონო მოწიე ქუჩაში ხო ამას ხო არავინ არ გიშ არა ხნახრა ხდება როგორ არგუმენტებს უპირისპირებენ მაგას განსაკუთრებით იმ შემთხვევაში როცა თვითონ უშუალოდ აქვს შეხება ანუ გულისხმობ რას აი მე გეუბნები მე მაქვს კაფე რესტორანი სივრცე სადაც დავაწერე ეს არის წეველების ადგილი რატომ მიზღდო ამას და არ შემოხვიდე შენ თუ არამწეველი ხარ და არ ციამოვნებს იმაზე რომ იქ თქვა ადამიანები მუშაობენ პერსონალზე ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება თუ გასოს ისინი რომ იჩაგრებიან და მათი ფლოები იზღუდება იმაზეც აქვს არგუმენტირებული პასუხი რომ მათ იციან რომ მას სამსახურში მოდიან სადაც მოწევა იქნება იგივე როგორც თქვა მაღაროში რაც უნდა კარგი პირობები შეიქმნა შენ ცოტა ჯანმრთელობის რისკის ფასად მიდიხარ და ამისთვის იღებ ანაზღაურებას აი ასეთი არგუმენტებით მოდიან ხომ არა მე იმათ პოზიციაში ვდგები მე მესმის აბსოლუტურად შენ რასაც ამბობ და მეც შემიხედია მაგრამ მოდი წეველობა და არამწეველობა რო იყოს ზუსტად ერთნაირად მავნე ან ზუსტად ერთნაირად სასარგებლო ორგანიზმისთვის მაშინ მესმის რომ ვიღაცის უფლებები ან ირღვევა ან არ ირღვევა ხო აი მაგალითად ავიღოთ ხორცის მჭამელები და ვეგეტარიანელები შენ რომ გააკეთო მხოლოდ ვეგეტარიანელთა კაფე სადაც არ იქნება ხორცის ჭამის საშუალება ნუ რაღაცნაირად მაშინ შეგიძლია კიდე თქვა მარტო ეგეთი კაფეები რო იყოს მთელ საქართველოს არა მე გეუბნები რომ აი როგორც ყველგან რო იკრძალება სიგარეტი ესე რომ აიკრძალოს ხორცის ჭამა კი ბატონო მაშინ ირღვევა უფლებები მაგრამ აქ გეუბნებიან საშინელებაზე მოდი ვთქვათ რომ ეს არის საშინელება წეველის და არამწეველის თანხდება რომ ეს მავნეა როგორც მისთვის ისევე სხვისთვის თან ადამიანები გუშინ Facebook-ზე რო პოსტავდნენ საოცრებები ეწერათ ვეწევი 60 ღერ სიგარეტს 3 კოლოფ სიგარეტს ან როგორ უნდა მოასწრო პირველ რიგში მაგათ უნდა უხაროდეთ რომ ამდენ სიგარეტს ფიზიკურად ვეღარ მოწევენ ხო მართალია ასევე ოფისებში მე გეტყვი ჩემი ეჭვი რა არის ძირითადად რატომ გამოიწვია ასეთი დიდი პროტესტი და ესეთი დიდი წინააღმდეგობა რასაც არ ველოდით იმდენს გულისხმობ იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრია მწეველი ეხლა რომ კითხო ზოგადად აი დაიძახო ეს რაღაცა 500 კაცი რო იდგეს და გადასძახო რომ გამარჯობა მეგობრებო აი როგორ კაფეებში გვინდა მოწევა გვინდა იხულებს ყველა ერთად იმიტომ რომ 500-დან 499 ალბათ ეწევა რეალურად და იმას ურჩევნია კომფორტში იყოს თვითონ ჭამის მერეც იქვე მოწიოს არ გავიდეს ასე მაგრამ მოდი მე ვიკითხავა ესე გვინდა ესე რა შვილებს რომ მივიყვანთ კაფეში და ვასუნთქებთ ამ გამონაბოლქვს და გვინდა რომ ტანსაცმელი გადასაგდებია აღარ გვინდა მე სამთლით ვეძებდი ხოლმე ადგილებს სადაც ბავშვი შეყვანა შემეძლო და შემიძლია დღემდე თითქმის
ვერ პოულობ, ორი რამდენიმე ადგილი არის თბილისში, სადაც აკრძალული და იქ მივდივარ. ზუსტად და მე არაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ ტანსაცმელი მართლა გადასაგდებია, ეს პირველი კანონი და მეორე კანონი, რომელიც ამ კვირაში ასევე სხვადასხვანაირად იქნა გაპროტესტებული, ერთი იმითი, რომ აი რა ცუდი ხალხი ვგონივართ ეს ქართველები ადამიანებს, რომ ჯარიმა დაგვიწესეს ნაგვის გადაყრისთვისო, ეს იყო ერთი პროტესტის ფორმა და მეორე პროტესტის ფორმა იყო გაჭირვებულ ხალხს 80 ლარი ნაგვის დაყრაში როგორ უნდა გამოვართვა. ეს საოცარი მიდგომა საერთოდ ჯარიმასთან მიმართებაში საპატრულო ჯარიმებზეც იყო ასეთი საუბარი, მე მახსოვს, ოღონდ კი რაღაც სხვანაირად შემოეტრიალებინათ და თქვათ რაღაცაზე თუ იყო 200 ლარიო, როგორ უნდა გადაიხადოს ჯარიმაო რაღაცა თქვათ სიტყვაზე არ ვიცი, პირობითად ვიზახი 200 თუ ეს არ 200 ლარი უკვე ავარიის ჯარიმა. ხო, ავარიის ჯარიმაა, ხო და გაჭირვებულმა როგორ უნდა ნუ დალევ ამ საჭესთან და ნუ ითაზე ნუ გაივლი რომ არ გაიტანო ვიღაცა. არ შეგიძლია, ან რომ შეგიძლია რატომ უნდა დაყარო, მე 200 ლარი მოგდე ჯინაზე გადავაგდებ რაღაცა 1 კილო ნაგავს ქუჩაში, კილომდე არის 80 ლარი ჯარიმა. 2 კილო. ხო, მოდი გადავხედოთ, ესე იგი 80 ლარი არის ქუჩაში დაყრა, არის თუ ერთი ეს იქნება სიგარეტის ნამწვი, ბოთლი, ცელოფანი თუ რაც იქნება 2 კილოგრამამდე 80 ლარით ჯარიმდებით და 2 კილოგრამზე მეტი თუ იქნება უკვე 150 ლარი არის. ეს ყველაფერი იზრდება ბევრად. ეკონარჩენებსაც ეხება ეგნეტა? აი ეს ზუსტად აღარ ვიცი, მაგრამ ზესუმზირის მას ქერქებს. მე მგონი კი იქნება სავარაუდოდ. კარგია, ჩემ კი იქნება. და კორპუსიდან გადმოყრაზე უარესი ხდება ამ შემთხვევაში, თუნდაც ანუ ის იგივე 2 კილომდე კორპუსიდან გადმოყრაზე 100 ლარია და 2 კილოგრამზე მეტზე 120-დან 500-მდე გააჩნია უკვე სიტუაციას. ანუ უფრო დამამძიმე გარემოება ჩადინილი დანაშაული იქნება. აი კორპუსიდან გადმოყრა, რისი მსხვერპლიც მე არაერთხელ გამხდარ ვარ. მე ძალიან ხშირად ვარ მაგის მსხვერპლი და მამას არაკეთებს მწუხარ, ხო ძალიან მწუხვარ ამის თქმა რომ იწევს, მაგრამ მამას არაკეთებს ბავშვი, ამას აკეთებს ზრდასრული ადამიანები. ძალიან სამწუხაროა. მოკლედ, ასეთი ვრცელი შესავლის შემდეგ ჩვენ გადავწყვეტთ შეკითხვა დავსვათ ასე. თქვენთვის რამდენად მისაღებია მსგავსი რეგულაციები და აკრძალვები? რამდენად მისაღებია თქვენთვის რომ ვერ მოწევთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში? სხვა შორის აქ არის სტადიონიც, რამაც ძალიან დიდი ის გამოიწვია, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ხედან ადამიანები სტადიონზე და კი არის გაშლილი სივრცე, მაგრამ ნუ მაინც ახლო უწევთ. ერთი კარგი ხუმრობა დაიწერა მაგაზე და ვიტყვი არემარდა მოვიწყდეს. სტადიონზე მაყურებლებს ეკრძალებათ მარტო მოწევათ ფეხბურთელებსაც. ხო, ეს გიორგი ჯანელიძეს კონდა სხვა შორის ეგ ხუმრობა მეც ახლა გამახსენდა და ნუ მეორე ნაგვის დაყრასთან დაკავშირებული ჯარიმები ხომ არ არის ზედმეტად ძვირიან, ზედმეტად რატომ ვეწინააღმდეგებით ზოგადად აკრძალვებს ადამიანები, ისეთ აკრძალვებსაც, რომლებიც ცალსახად ემსახურება ჩვენს კეთილდღეობას დაწყებული, რასაც უკვე მივეჩვიეთ, კიდევ კარგი ღვედი სამბავი, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო ღვედის გაკეთების ვალდებულება. მაშინაც ძალიან დიდი პროტესტი მოყვა, მაგრამ ახლა ყველა ბედნიერად დადის. 240-91-92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 
დაუწიეთ და გველაპარაკეთ ისე გაიგებთ ჩვენ ხმას. გამარჯობა. გაითიშა მგონი, იმიტომ რომ ისეთი სიგნალი გავიგე, ესეთი პროტესტი იყო ეთყობა გამოხატა. არა, მე ვფიქრობ უბრალოდ გაითიშა. სხვა არაფერი დაგვირეკეთ 242 რატომ ვეწინააღმდეგების საჩვენოდ შექმნილ კანონებს მე მახსოვს, როგორ უპირისპირდებოდნენ ადამიანები, აი ღვედს ძალიან სერიოზული იყო. მანქანაში ღვედის გადაკვრა ეგღა მაკლია, რატო უნდა გადავიკრა, არ და საკუთარი უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით იმ მანქანებს რომლებსაც უსაფრთხოების ბალიშები აქვს, იქ უხვედოდ ჯდომა ნიშნავს 100%-იან სიკვდილს ფაქტიურად. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. დღესასწაულს გილოცავ. დიდი მადლობა თქვენს. მრავალზეც არის და მე მაგალითად მომხრე ვარ კანონის, ძალიან მიხარია რომ ეს კანონი შემოდის. იმიტომ მოწევაზე ამბობთ თუ ნაგავზე? მოწევაზე. ამჯერად გუშინ საზოგადოებრივ არხზე, გუშინ წინ უფრო სწორად იყო გადაცემა, სადაც მოწვეული ყავდათ გარემოს დაცვის სააგენტოს უფროსი და ესეთი სტატისტიკა თქვა, რომ ესე იგი საქართველო არის ერთ-ერთ პირველ ადგილზე აი გარემოს დაბინძურების გამოწვეული დაავადებების მხრივ. ეს ძველი სტატისტიკა
კიდან იყო ეს მონაცემები აღებული, მაგრამ განსაკუთრებით ის აღნიშნა, რომ ეს გამოწვეულია იმით, რომ დახურულ სივრცეებში ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა ქვეყანაში. ხოლო აი ეს გარემოს დაბინძურება ისეთ მაღალ ხარისხში არ არის, რომ ეს მაღალი ადგილი ყოფილიყო მაგის გამო. ასე რომ თუ კი იმუშავებს კანონი და მე იმედი მაქვს, რომ ამჯერად ეს კანონი კი, იმიტომ რომ დაჯერიმდება ყველა მეპატრონე. განსხვავებით ძალიან ბევრი კანონი არ მუშაობს. დიდი მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის, ძალიან გვიხარია რომ გვეთანხმებით. კიდევ ერთი მსმენელი მოგესალმებით. ალო, დილა მშვიდობით და ძალიან საჭირო როტო საკითხი წამოჭერეთ დღეს და მე აი ძალიან მიხარია აი ეს დაჯარიმება რომ არის. იმიტომ კი არა რომ ხალხს უჭის, მე მესმის, მაგრამ ხონდა მიეჩვიონ ბოლოს და ბოლოს რომ არ გადააგდონ ნამწვავი. მიუხედავად იმისა რომ იქ არის ხუთები. ან ჩაყარონ იქ. მე იმიტომ ვარ აღშფოთებული, შემოკარგებო, რომ მე ვცხოვრობ პირველ სართულზე. წინ გავაკეთე ბაღი, მშვენიერი ბალახი. ზემოდან ყრიან ნამწვავებს. მიუხედავად იმისა, მე ძალიან ბევრჯერ გავამთხილე. ეხლა ძალიან მიხარია, გადმოყრიან, გამოვიძახებ, ვისაც წესრიგია და დავაჯარიმებენ 80 წამზე. ეს კარგია? გაკრული მაქვს იქ ძალიან გთხოვთ, ნუ გადმოყრით, არაფერი არ შველის სამხალხს. იქნება აქ 80 ლარის დაჯარიმებამ რაღაცა იმოქმედოს. აბსოლუტურად გეთანხმებით, აი აბსოლუტურად გულწრფელად დიახ. მინდა და იქნებ თქვენ ამიხსნათ. მე ამერიკაში ვარ ნამყოფი რამდენჯერმე და აი რომ დამპატიჟებდნენ შევიდოდი მაგალითად რესტორანში. დიახ. ერთი სივრცეა. დიახ. მაგიდაზე რომელსაც არდებს საფერფლე, იქ მოწევა არ შეიძლება იმ მაგიდაზე, მაგრამ გვერდზე თუ საფერფლედებს, იქ შეიძლება. ეს ეთყობა თქვენ ძალიან ძველად იყავით 2009-ის შემდეგ ამერიკაში არა თუ მწევლთა და არამწევლთა ისინი არსებობს. 93 ხო, არა, ეს მაგის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. დღეს უკვე თითქმის ვერსად ვერ მოწევს ადამიანს. არა, ამერიკაში ყველაზე რთულად არის ეს კანონი, იმიტომ რომ შენობიდან 5 მეტრშიც ვერ ეწევი. შენობაზე ლაპარაკი არ არის. მაშინ ეს რა კანონი იყო? მე გაგიჟებული. ხო, ეგ ძალიან უცნაურია მართლა. სხვადასხვა აქაც მე დანაშაული მიგეცოდი. მაშინ ვეწეოდი. დიახ. დავჯდებოდი მაგიდასთან. დიახ. და იქით ვაბოლებდი, საცა გაბოლება არ შეიძლებოდა. რა საყვარელი ხარ. ძალიან დიდი მადლობა. მაინტერესებდა ვინმე რამეს მეტყო და თუ არა. ხო, არა, ძალიან უცნაურია. მეც შევსწრები ვარ ავსტრიაში, სადღაც ესე სანამ მოგწევა იკრძალებოდა იყო, სადაც საფერფლეიდო ეს ისეთი იყო. აშულ ბეხერდე შეგეძლო მოწევა, არდებს არ შეგეძლო მოწევა. ძალიან სასაცილო იყო. დანაშაული მაქვს ამერიკელი ხალხი. არა, იცით რა, საქართველოში არის რამდენიმე ეგეთი კაფე ეხლა და არის ესეთი. კი, აქაც მეცინება ხოლმე წარმოუდგენელ სასაცილო არის, ვითომ პირობითად ორი დარბაზია. ამ სივრცეს, ერთმთლიან სივრცეს, ორ დარბაზად ყოფს ორი წვრილი სვეტი შუაში, მეტი არაფერი დაერთიანებულია. დარბაზიც არ არის. იქით მხარეს მოსაწევია, აქეთ მხარეს არ არის. რამდენიმე კაფეში მაგიდებია, ერთ გვერდზე გიზის მწეველი და არამწეველი აქეთ გვერდზე. მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. ჰალო. დიახ. გამარჯობა. ბატონო რამაზ როგორ ხართ? ცოტა ვიყავი მოდეხლა გამოედე. და მინდა ორი სიტყვა ვთქვა, მე 27 წელიწადზე უკვე აღარ ვეწევი. ეს თვითონ მივხვდი რომ არ ვარგოდა, მაგამ დავიდა გადავაკეთე. ახლა თვით შეგინება მაგალითად თუ გადავიღე თუ რა, რა შეეხლა საქმე. პირველად ევროპასკენ და რაღაცა ხალხი რო გავიდა, ესე იგი ჩამოვიდნენ იქიდან და ტუალეტები გახადეს ფასიანი. შეგაიდეს მამიშვილო, ჯერ ტუალეტი უნდა მე ესე როგორ შეიძლება? ესე ჯარიმა, ეხლა გადააგდე პეცრამწოს 80 ლარი ხო ჯარიმა. ეგრე არ არის გასაგები. ეგრე ამას ვერ გააკეთე. აბა სხვანაირად ვერ სამშაბო ადგილი არ არის. კაცი გაღლეტიდნენ ზრის სამწავის რაღაცა ნახა, ტუჩი აქ მიწვარი გადააგდო და დააჯარე. რითონა დააჯარე? ნუ გადა არ გადააგდოს ის დამწვი. ჩააგდოს ურნაში.
ტიტულ კაცს ხლა ყაჩახი ხადეს ვერ გახადეს რატანაც ვახდე ესეთი და მეორე ესე თქვა წინადადება შემომაქვს მე მოდი საპენსიო ასაკი გავხადოთ 100 წელი ასტრალია არავის მიცეთ პენსია. გადასახდელი აღარაფერს აღარ ეხება. ასტრალამდე ვერევინ მეხსოვს ეს ერი ჩვენი საქმე. არ მოწიო არ გადააგრო არ ქნა ეს კარგა ისა კარგი რა თუძე მაიღო რა კარი. ჯარი მე ჩესებული ვიუჯეტი გაგიონია. მე ვთვლი ხოლმე რომ გვეხმურებით ხოლმე ესეთ რაღაცებს. კი, მე ხმობაც ჩაგითვლით ბატონო ძალიან მიყვარხართ კიდევ ერთი მსმენელი მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. ალო, გამარჯობა. გვესმის თქვენი ხმა. რა ვქნა და არა გძალოთ, აი ბატონო რამას დაუჯეროთ? ნუ ხუმრობით რა თქმა უნდა. მე არ ვიცი ხო რა რამდენად სახუმაროა ის როდესაც ადამიანები თავისუფლებას ზღუდავენ. მე თავისუფლება მარტივად მესმის, მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ვიცი რომ მაგალითად ბენზინი იყიდება ხო თავისუფალ გაყიდვაშია, მაგრამ არ დღემდე არ გამიგია რომ ვინმე მიყიდოს ბენზინი და დავიოს ყიდულობდეს და სვავდნენ ბენზინს. არ ასვავენ ადამიანები ბენზინს, იმიტომ რომ ადამიანი არის გონიერი არსება. მე ესე ვუყურებ. მარტივად არის საქმე და მოდი თვითონ გადაწყვეტენ ადამიანებმა რას მოწევენ, როგორ და რანაირად. მაგაში გეთანხმებით აბსოლუტურად, მაგრამ დიახ, გისმენთ. მე ესე მესმის თავისუფლება, რომ ჩემი სხეული არის ჩემი საკუთრება. რასაც მინდა ბატონო, იმას ვუზა. არ არის ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტი და გასარჩევი. მე ჩემი სხეული უნდა გავყიდო, არა მაქვს ამის უფლება. კი, როგორ არა გაქვთ უფლება? მაგრამ რო და კაფე-ბარი მოქვს ბატონო და ჩემი ბარში კლიენტებს მოსწონთ სიგარეტის მოწევა არის მაგიდაზე ცეკვა. არა აქვს ამის უფლება. მე აქედან შემოსავალი უნდა მიიღო. მე ამითხო შემოსავალს კარგად. სანამ ესეთი პოპულიზმი და დემაგოგია იქნება მოდაში, ნუ ჩვენ ასე ვიცხოვრებთ ახლა და ერთი წამით არ გათიშოთ რა რაღაცა უნდა გითხოთ. აი მე რო შემოვალ თქვენ კაფეში, მე არა მაქვს უფლება სუფთა ჰაერი ვისუნთ, ხო? არ შემოხვიდეო გეტყვის ხა მაგაზე ყოველთვის აქვს არგუმენტი. მე არ მაქვს შენთვის კაფე გეტყვის. მაშინ ჩემი უფლება არის ვერღვევა. რატო ირღვევა მაშინ მწეველის უფლება თუ არ ირღვევა არა მწეველის უფლება? ძალიან საოცარი მე მართლა არ მესმის ხა ესეთი დამოკიდებულება, მაგრამ აი ხო ამაზე ვისაუბრეთ ზუსტად ჩვენ შესაძლოა. და ისუქნა საკუთარ სხეულს. ოღონდ იქამდე სანამ სხვას არ აყენებს ზიარს. იმიტომ რომ ჩემი თავისუფლება თავდება იქ, სადაც იწყება ჩემი დათიკოს ძალიან ესეთი სიმპათიური ბერძნული პროფილის ცხვირი. ეგრე არის ხო? ჩემი თავისუფლება შენ ცხვირთან თავდება. ეგრეა და ნუ თუ მე შენ გიზღუდავ თავისუფლებას, ხო? მაშინ ნუ რატო? შენ რატო არა გაქვს უფლება რომ გააპროტესტო? მე ყოველ შემთხვევაში ასე მესმის, თორე ეხა არ ვიცი, ნუ გამარჯობა, მოგესალმებით კიდევ ერთი მსმენელია და აი დღესაც რაზეც ვისაუბრეთ, ჩვენს ეთერშიც აზრი საკმაოდ გაიყო, მინდა გითხრათ. მოგესალმებით. გამარჯობა. მე ვარ ეთერში. დიახ. ხო, აქვე თავიდანვე მინდა ვთქვა რომ ისე არ გამიგოთ თითქოს მე ამ ყველაფრის წინააღმდეგი ვარ, ძალიან მომხრე მე თვითონ არამწეველი ვარ და სიგარეტის შუა ძალიან მატუხებს და ამ ყველაფრის მივესალმები, მაგრამ ძალიან წამყვანარობდანა რატომ იღებს ხალხი ასეო რომ ჩვენთვის მორგებულ კანონებს რატომ იღებს რომ ეს ცოტა ცუდად მოხდა ხუში, იცით რატომ? ქალაქში სადაც არის ტროტუარი. მე მწეველი არ ვარ, მაგი არ მემუქრება რომ ნამწოლს გადავაგდეს, მაგრამ ამასინაც მიწისთხილის თავსახურის გადაგდება მინდოდა და ურნა ვერ ვნახე. კი ბატონო, არის ესეთი ადგილები, სადაც ძნელია. ეს ჯარიმები ამაზე ავტომობილებისთვის რო ვიცი განსაზღვრული ახალი შენობების რაღაცა ქულები. დიახ, ჩვენ გქონდა ეს. არის საგზაო ნიშნები არ არის მოწესრიგებული, ძები არ არის მოწესრიგებული. იცით რა შეასაქმო? სახელმწიფომ უნდა იყოს მაგალითი, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თავის მოქალაქეებზე და მერე უნდა აჯარი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვაფიქსირებ რომ ამ ყველაფერს მე მომხრე ვარ და ის არ გამიგოთ რომ მე წინააღმდეგები, მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემაა ისეთი რომ სახელმწიფო არ უნდა გამოდიოდეს მხოლოდ სადამსჯელო კი მესმის, მაგრამ თუ არ გათიშავთ მეც ვიტყვით. ნამდვილად არ ვიგონებ, გასაგებია რომ ახლა ის მომენტში ცენტრალურ ქუჩაზე არ ვიყავი, მაგრამ სადაც არ უნდა ყოფილიყავი, რომ ვიყიდე მაღაზიაში ეს მიწისთხილი, ხო? მე არ მინდოდა ამის ქუჩაში გადაგდება, მაგრამ არც იმის სურვილი არ მქონდა, ახლა ეს ჯიბით ვატარო. აი უნდა ატაროთ, მე მიტარებია ძალიან დიდი. აი ახლა მე უბრალოდ სტუდიაში ვერ შემოვიტან ჩანთას, რომ გაჩვენოთ. არ არის ასე, უნდა ვატარო, არ არის, უნდა იყოს იქ სადღაც ნაგვი ზურნა. არა, უნდა იყოს ერთი კი, მაგრამ რომელი ჯობია ახლა? არ არის ელემენტარულად ქალაქის ცენტრში ვაკეში ამავიტყვენ ქუჩას რა ქვია, მოცეკვავე რო იყო კაც რა უნდა მოვიწყო.
არა ელემენტარულად არა სუხიშვილი არა რამიშვილი მას რამიშვილის ქუჩაზე ხო რამიშვილის ქუჩაზე ტროტუარი არ არის და უნდა აეკრა კედელს რომ მანქანა არა გეთახმებით ცალსახად პრობლემები რო არის და ურნები რო არა გვაქვს და პრობლემები რო არის სახელმწიფოებმა უნდა იზრუნოს ცოტა ამ პრობლემების მოგვარება თავისთავად მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავს რომ ჩვენის ჯარიმები არ უნდა გავაკეთოთ ანუ დაახლოებით არის ჯარიმების რით გადავიხადოთ ფული არ გვაქვს მოდი ჯერ გავდიდრდეთ და მერე გადავიხადოთ ჯარიმები სანამ გავდიდრდებით არ დავემორჩილოთ არაფერს ეს არ მithქვამს არავითარ შემთხვევაში მაგრამ სახელმწიფო არ უნდა დამაჯარიმოს იმის გამო როცა მე არ მე მინდა რომ წესრიგი დავიცვა და ვერ ვიცავ იმის გამო რომ არ არის ამის ხო ალბათ მაგ შემთხვევაში რაღაცა ის იქნება იმიტომ რომ ნუ მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენ ალბათ ჯარიმა გააპროტესტოთ მაგრამ იმ შემთხვევაში როდესაც ვერ დავიჯერებ რომ სახლში ჩვენს მეზობლებს ვისაც ეს გვაწუხებს არა აქვთ საფერფლე და ამიტომ ისინი ჩემს აივანზე ხვდებით რომ მე მგონი თქვენ ხვდებით რომ მე ეს არ მithქვამს არა მაგას თქვენ გასაგონად არ ვამბობ მე ზოგადად ვამბობ თორე ის რომ ურნობას მე ძალიან ბევრჯერ შევუწუხები ვარ ისევე როგორც თქვენ და ჩანთაში ჩამილაგებია მართლა გეუბნებით მანქანაში სავსე მაქვს ის რაღაცები რაც ვერ გადამიყრია სწორედ ურნის ვერ პოვნის გამო და ამაში გეთახმებით რომ ქალაქის მოწყობაში ძალიან ბევრი კორექციაა შესაძლებელი და ძალიან ბევრი რამ არის დასახვეწი ამას არავინ არ უარყოფს მაგრამ ნუ ჩვენც რო ჩვენი ვქნათ არ იქნება ამაში არაფერი ურიგო რა თავისთავად გამარჯობა დიდი რომ დაგვირეკეთ თქვენი აზრი გამოთქვით გამარჯობა მოგესალმებით გამარჯობა დღემშვიდობისა ძალიან გამახარეთ დღეს ხარება და გაგახაროთ ღმერთმა ყველას გილოცავ და მოგეფერებით ყველას ძალიან კარგი კანონი შემოდის ახლა პარლამენტში მე მივეს იმას ვიზავ გახარებული ვარ მაგ დროს და ვეთანხმები და რატომ ვეთანხმები ჩემი სტუდენტობის დროს გასულ საუკუნეში 60-იან 70-იან წლებში არცეთი ჩემი ჯგუფელი არ დგოგო არ სკალი არ ვიდი ზოგიერთი ლექტორიც არ ეწეოდა ლექტორები და სულ ფიქრობდი რომ ის პიროვნება რომელიც პედაგოგი იქნება თუ ექიმი იქნება თუ ვინც არის ვის ბავშვებთან აქვს ურთიერთობა ხალხთან აქვს ურთიერთობა და ეწევა თამბაქოს ის დიპლომი არ უნდა მისცემქო ჩემთვის ფიქრობდი და ეხლა მეორე საკითხი ეხლა ისე გამწვავდა ყველა რომ ბავშვები დიდები პატარები მითხრეს რომ კიდე კარგი მირეკავე რომ არ იხედები ქუჩაში ყველა ეწევა მეუბნებიან და მე პაპირუსი თამბაქოს სუნს რო გავიგონებ ალერგია მაქვს უკვე ყველა ამიტყდება და ეხლა ბიზნესია ამაზე დიდი ფართობებით თესავენ აი ამ თამბაქოს და მე ურჩევდი ამ თამბაქოს ვინც არიან და ასეთი ბიზნესია სიმინდი დათესონ სხვა დათესონ და ჭყინტის სიმინდს რაჯობიან შემთხვევით იმას უფრო მეტი გასავალი არ ექნება და ჯანმრთელობისთვის უკეთესი არა და ის ჰაერს რო იწამლება მარტო თბილისი კი არა ყველა ქალაქი ქუთაისი იქნება ესრახუმი იქნება ბათუმი იქნება თუ თელ საქართველოს სოფელი თუ ქალაქი მტადაბარი სუფთა ჰაერი რო გვექნება ის უკეთესი არ არის ვარდები დარგონ ყვავილები დარგონ სიმინდი მოიწიონ ყველაფერი ისე გააკეთონ გაალამაზონ ეს ქვეყანა არ ჯობია და რატომ და ბავშვებთან შეიძლება თამბაქოს მოწევა არ შეიძლება არა პასიურ მწევლად ვარ არ ბავშვებთან არც არავისთან არ შეიძლება ერთი სიტყვით მე ჩემი მოღვაწეობის პერიოდში კოლექცია მქონდა თამბაქოს კაროკა თუ რა ქვია მაგას მთელი თამბაქოს ყუთების ყოლოფების კეფერები და კარგად დიდი მადლობა ერთ რაღაცას გავაკეთებ ზუსტად პროპაგანდაზე და აგიტაციაზე როდესაც სცენარისტების ტრენინგებზე დავდივარ ხოლმე იქ არის სპეციალური მითითება ევრორეგულაციაში შედის ეს მითითება რომ დადებითმა გმირმა სიგარეტი არ უნდა მოწიოს. ჰოლივუდის კინოები ამაზე დღეს. ჰოლივუდის გარდა ტელესერიალებში დარღვევა უბრალოდ სიგარეტს ეწევიან ბოროტი, აუავა ამუნია ცუდი ადამიანები. ისიც იმ შემთხვევაში თუ ძალიან გჭირდება ამის გაკეთება როგორც სცენარისტს. თავისთავად ცხადია. გამარჯობა, მოგესალმებით. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ საპროტესტებთ? დიახ. თქვენი ჭირი ხო კარგად ისჩები? ძალიან კარგად და ფანტასტიკური ხმა გაქვს. არ გამტიშოთ. არავითარ. როგორ გეკადრებათ? მე ერთი რჩევა უნდა მივცემ წეველებს, რომ ის გადაეჩვენენ წევას, პაპიროსის წევას, სიგარეტის წევას. ესე იგი რა არის? ადამიანს სურვილი უჩნდება ყოველ იმ საათში, რომელ საათშიაც იწყებს წევას. გაიღვიძებს და უნდა მოსწიოს. გაიცადოს 2 წუთი, 3 წუთი უნდა, 3 წუთი უნდა მოიწმინოს. მერე დაავიწყდება.
ისევ გავა ის დრო და ისევ იმ დროს მოუნდება. რამდენ ხანშია თუნდება ხოლმე. ამიტომ კიდევ 2 წუთი უნდა მოიწმინოს და დაავიწყდება ისევ. ეს წუთები თანდათან შემცირდება და იგრე იქნება რომ საერთოდ აღარ მოუნდება დროთა განმავლობაში. ეს ნაცადი ხერხია ბატონო ჩემო? ბატონო ეს მე ვცადე და მე ასე დავანებე თავი. მართლა? ხო მე 85 წლის კაცი ვარ. დიახ. 86 წლის აღწევი. დიახ. ხო და სიგარეტს არ ვეწევი 30 წელიწადია. არა და მთელი 105-ობით ვყიდულობდი. ხო და აი ასე დავანებე თავი. ძალიან კარგი რჩევა. ანუ ესე იგი ის დრო, როდესაც მიჩვეულია ორგანიზმი რომ უნდა მოწიოს, ის დროს თუ თავში. აი როდესაც გინდა დაიკარგა თქვენი ხმა. შორს წავიდა, იქნება. ეხლა? ეხლა ცოტა უკეთ. ეხლა? ეხლა კარგია. ხო, ძალიან კარგი. ხო და აი მომისმინე papa? დიახ. ყველაზე კარგია რომ ადამიანმა აიღოს საჭიროებას, აი განისაზღვროს რომ მე ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო. კი, ეს თავისთავად. დასჭირდება 2 წუთში მოუნდება, 2 წუთი მერე ეს სუალედი იზრდება. თან რომ ეს სული მაგალითად მე მინდა 1 საათში, მომინდება საათ ნახევარში. მერე მომინდება 2 საათში. მერე მომინდება 5 საათში და მერე საერთოდ დამავიწყდება. აი ამიტომ პირველი ნდომა არის 3 წუთი, მეორე ნდომა არის 2 წუთი, მესამე ნდომა 1 წუთი და მეოთხეც უკვე საერთოდ აღარ უნდა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ვინც გაიგებს და გამოცდის ძალიან საინტერესოა ალბათ, რომ ესე მარტივად. მე ვიცი რომ წყალი უნდა დალიო მაგ დროს, რამდენიმე ხუთი და ძალიან შველისო ამბობენ. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც შენი მზაობა არის, შენი გონების მზაობა იმისთვის რომ ისე როგორც ნების ყოფის მზაობა წინასწარ უნდა დაფიქრდე კარგად და მიიღო გადაწყვეტილება, ოღონდ ესე კი არ არის, აი ესე ზედაპირულად და მე არ გამოვიდა და ისევ დაიწყო რაღაცა კარგად უნდა აღუთქვა საკუთარ თავს. უფრო აზარტული უნდა გახადო ეს ყველაფერი, რომ ებრძოლო საკუთარ თავს და საკუთარ ნებისყოფას. მაგრამ ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენ თემას ისევ და ისევ აკრძალვას. კანონები, რომლებიც ჩვენ საკითხილდღეოდ კრძალავენ და ჩვენ ამას ვაპროტესტებთ, იმიტომ რომ ვეძახით თავისუფლების შეზღუდვას. თუნდაც აქ ნაგავზე არ არის საუბარი. ხო, არის ცხოვრო ნაგავში და არ დაიავადო ფილტვები. გამარჯობა, მოგესალმებით. გაიკეთე ღვედი და ავარიაში რომ მოყვები შეიძლება 100-დან 80%-ში გადარჩები. რატო უნდა გააპროტესტოს? ხო, მე არ აი, მსმენელი გველოდება და მასაც კითხოთ. გამარჯობა. შეზღუდოთ. თუმცა იმ ხალხისაც მესმის, ვისაც ესე ეჩვენება. მოგესალმებით. ქეთი გენაცვალე შენ გილოცოთ ხარები. მადლობ თქვენ. სასწაულს შემოკარგებო. ძალა და ისი მადლი ფარავდეს მთელ საქართველოს და ჩვენ და ყველას აბსოლუტურად. ძალიან გაგვიხარდა რასაკურვე და ვიხარია ყოველ თითქმის უშაბაი და პარასხევაზე თქვენ გიყურებთ და გისმენთ, გიყურებთ კიდევაც და გისმენთ კიდევაც. დიდი მადლობა. შემოკარგებო. იცით რა არის, მე ახლა გუშინ გადავწყვიტე რომ დავანებო სიგარის თავი და მე შევცვალე ჩემი ემბლემა, პროფილის სურათი შევცვალე და დავწერე არა. იცით რა არის? ახლა როგორი სანახავია რომ თქვა ესე იგი წევხარ ძინავს და უცებ შუაღამისას ისმის რაღაცა გახეთქვის ხმა, ხო? ცას აპელაციოს კედელთან ვცხოვრობ. ისურე ჩვენ თვითონ ვარყოთ, ისურიან მე საქმეა პარკებს და ეს ხო ისი ჩვენ თვითონაც უნდა ისახოთ, იცი, დავიცვა და ჩვენ თვითონაც კი აი ახალგაზრდები გეფიცებით ვერ გადავაგდე, მეც ვერ გადავაგდე. ხაჭაპური უყიდე ჩემი ამხანაგის ბავშვს შეჭამა და ისაკნა რა ქვია, პარკი იყო და აკეთე ვიყურებოდი სადაწევო და ეხლაც ჩანთაში მიდევს. კი, მართალია შემოვიდე ჩემთან ძალიან ბევრი ურნები, მაგრამ დამავიწყე ისი. ხო, ეგ ხდება კი. მექანიკად გავიწყებ და ეხლაც მეც ჩანთაში მიდევ. სერიოზულად მეუბნები. მეც მდირამე მრჩება ჩანთაში. მე მდირ რაღაცას მოშვიდა და ჩემ მეუბნები, დედა ჩემ მეუბნება, ძონძი კოლახარო ყველაფერს ახში რატო მოგაქო რა. უნა არ არისო რა ჩააგეო. არ არის ეს ურნები. ხანდახან არის ისეთი ადგილები, რომ აი ხა გეთანხმებით მაგაში. ხო, არ არის. აი ხა ამერიკა შინაგან საქმეთა სამინისტროდან. აი ამ წუთში თუ გინდათ აი ლაპარაკსაც მოგასმენოთ და მეუბნება ქალბატონო ეკაო თქვენი ზარი შემოვიდაო, რომ აი ეს ტროტუარზე იფქრთან რომ ეს ნიშანი რო არის და იქ რომ ესე იგი ჩემამხანას დააწყო, მხარზე გაკრა და დააგდო. და ერთი ამბავი მოხდა ამაზე და არ არის ისი სახელმწიფოც არ გვიწყოს. მოვიდა პოლიცია. უყურეს ეს პატრული მოვიდა
მოვიდა და მე მაგადაღებული ვიდეო მაგადაღებული ეს პატრონი უყურებს და ეუბნება რატო არ აჯარიმებ მეთქი რა ქალბატონო მანქანაში არაზიცო როგორ უნდა დავაჯერებ ეხლავე აი მოდის მეთქი რატო არ აჯარებ მეთქი ამიჩმა რაღაცები ელაპარაკა შენი ჭირიმე შენგენაც და ვიღაცა იმიდან სამართლოდან პატიმრის ერთ-ერთი პატიმრის დაპატიმრებული იყო სამართლოში იმისი პატრონი მოდის და გაზიანებული ისეთ შეურაცხყოფას აყენებს ამ პატრონს და ეს პატრონი ხმას ვერ იღებს აი ეს დაფიქსირებული მოთხარი როდის რომელ საათზე მოვიდა და ყველაფერი ტელეფონში მაქვს მეთქი ეს ყველაფერი გადაღებული და მე ჩემს ცხოვრებაში ადამიანი ამას ქვია ცოტა მამაკაცური ხო ხდები ხა და თუ რას ქვია არ ვიყოს ეს ჩაშვება და ეს მიტანა ამით თქვენ მეთქი ბატონო ნიკა მეთქი უშველით აი ქალბატონო თქვენ რო ესე ლაპარაკობთ რომ აი მე ეხლა ამას არ წარმოადგენ და ის ხო უნდა დაისაჯოს ხო კაი თქვენ დაისაჯა მე რა ხდება თქვენ რა მოხვათ არაფერი არ არის შვილო მოწესრიგებული მეთქი ნიკა მე უბრალოდ იცი დედაჩემი მეუბნება ხოლმე ზოგჯერ კაცო მეშინია რომ ყოველ დღე რო გადიხარო ქუჩაში მეშინია რომ აი სუშიში ვარ რომ ცოცხალი ცოტა სხვა თემა ეხლა ეს არის აკრძალვას ერთი წუთი გეტყვით დიახ მე მივესალმები ამას კი აქ არავის აქ ჩემი უფლება არ ირღვევა მართლა არ ირღვევა და გეტყვი რატო არ ირღვევა იმიტომ რომ მე თუ არა მაქვს იმისი კულტურა რომ სად მოვწიო და ჩემი ქალაქი თუ არ გამოვასწორე და ჩემ ქალაქს თუ არ ვიცი პატევი და ეს დამწავი და ეს არ გადავაგდი და მე თუ არ ვიცი პატევი არ ამწევს ხო მე ეს კი რესტორანში რო შევიხარ და არამწეველები ზიან სიამოვნებს იმეთი უფლებები არ ირღვევა რომ ეს გაბუღულია ის დღეს გაბუღუს შევედი ხალხი ვისაც ვეძებდი ვერ ვიპოვე რასაც ქვია აი ეს სიგარეტე მით უმეტეს მე მწეველი ვარ დიდი მადლობა ძალიან საინტერესო მოსაზრება შეუნა ვისაუბროთ დიდი მადლობა კიდევ ერთი მსმენელი მოგესალმებით მოგესალმებით პირველ რიგში ხარების დღესასწაულს გილოცავთ თქვენც ასევე და ღმერთს ვთხოვთ რომ მხოლოდ კარგი ამბები გვეხარებიოს ერთმანეთით დიდი მადლობა ახლა რაც შეეხება იცით მე მართალია ყველანაირად ხარს უჭერ ამ ყველაფერს მაგრამ აი თვითონ ჯარიმა სიტყვა არ მიყვარს და ეს მართლა სადამსჯელო რაღაცებთან ასოცირდება მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს მე ვყავს მეგობარი ქალი რომელიც ამბობს მამობა ჩამოვართმევდი იმ მამაკაც რომელიც ბავშვების ოთახში სიგარეტს მოწევს და არ მიყვარს ხოლმე გამოძახებაზე მათ ერთად მსვა ყველა მამასთან ვარ გაპუტულიო ეხლა რა არის იცით კი ბატონო ეხლა ვალაგებთ რაღაცებს რომელიც არეულია აი შევხედოთ ქიმიური იარაღი იცდება ძალიან შორსაც არ არის დედამიწას ერთი გარსი აქვს ტრიალებს ეს ყველაფერი რაც შეგვიძლია ჩვენ პატარა მცირედით მაინც შევუწყოთ ხელი იმას რომ ჰაერი არ დავაბინძროთ ეს ხომ ჩვენი მომავლისთვის გჭირდება და გარდა ამისა დაგვიანებული ხომ არ არის დალაგება აი ბავშვებს საბავშვო ბაღიდან ოჯახიდან უნდა იწყებოდეს ეს ყველაფერი საბავშვო ბაღი სკოლა ამაზე ინტენსიურად უნდა მუშაობდეს და აი მოზრდილ ასაკში უკვე აღარ უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს ჯარიმის დაწესება და იმის ძახილი რომ ეს მავნებელი ორგანიზმისათვის გადაცემა მომწონს მე დღეს ამ ღონისძიებებს მივესალმები მხოლოდ აი რაღაც ჯარიმები არ მომწონს კარგად ბრძანდებოდი დიდი მადლობა სიტყვა ჯარიმა ხომ ესმის მოგესალმებით. რას ვიზამთ თანხმდებია. გამარჯობა მოგესალმებით. მოგესალმებით ძვირფასებო, დიდი მადლობა თქვენი გადაცემებისთვის. თქვენ მადლობა. იმიტომ რომ პოზიტივი შემოგაგცულთ და ეს ძალიან მიხარია, ძალიან გვაკლია. მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ თქვენი სახით თელ საქართველოს თუ ამისი მე როგორც ერთი მოქალაქე და ერთი ასეთი ჯერ ამ ჯარიმებთან დაკავშირებით მე ცოტა მოგვიანებით ჩავერთე. ეს ერთადერთი ჯარიმა დედამიწის ზურგზე რომელსაც მივესალმები, იცით? იძულებული გავხდით რომ აი ჯარიმა მივიღოთ და აი სხვანაირად არ გამოდის მე მარჯანიშვილის ქუჩასთან ახლოს ცხოვრობ აი ჩიხში იქვე და აი ეს პროდუქტები და ის აი დილას ან საღამოს რო ალაგდება რომ ხედავ ხოლმე როგორი სიბინძური რჩება ან რას ჭამთ რას მე ეს ქუჩა სულ გადატვირთულია ეს გამონაბოლქვით გაძეძგვილი ეს პროდუქტი თუნდაც წვანილი აი სულ ელემენტარულად გეუბნა იქ ყველით აი ყველაფერი იყიდება და რაც თავარია სკოლიდან რო გამოდიან ბავშვები აი ჩემი შვილიშვილები იქ პატარ-პატარა ისეთი რაღაცები იყიდება გარეთ რომ ბავშვები ახლა სახში კი ვეუბნებით ის მაგრამ მაინც აძლევს ხე მაინც ჭამენ და დაავადებულია ახალგაზრდობა დაავადებულები ვართ ჩვენ სულ ყველა აი ჩვენივე ხელით რაც შეგვიძლია ის მაინც რო გავაკეთოთ ჩვენ ქართველებს სისუფთავე გვიყვარს ძალიან და მე არ ვიცი საიდან შემოგვეჩვია ეს ვაგზალზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტი აი რას
მოზდაენის გავსა დაჩაჩანაკებული გული მტკივა ჩემ ქალაქზე გული მტკივა სხვებთან ერთად რა თქმა უნდა მე მარტო მე გამონაკლისი არა ვარ და ერთი ასეთი თხოვნა მაქვს კიდე თქვენთან თუ შეიძლება რომ გითხრათ აი თქვენი საშუალებით მინდა რომ საზოგადოებრივ რადიოს მივაწმინო ხმაჯერეთი მადლობა ამ რადიოს მადლობა დღეს თუ რაიმეს შეიძლება რომ მოусმინეს აი საზოგადოებრივი რადიო და ამისთვის დიდი მადლობა და მინდა რომ აი ესეთი თხოვნა თუ შეიძლება ეს კარგია ეჯარიმები მაგრამ აი პროდუქტი საერთოდ რომელიც და წამლები აფთიაქში აი ეს ვისაც ხელეწიფება ვინც არის ამის ზედამხედველობის თუ მაკონტროლებელი თუ ვინ არის ხარისხზე ლაპარაკობთ რომ მოიწვიოთ და ჩვენ კითხვები დაუშვათ. იცით რა ძალიან ბევრი პროდუქტია შემოსული, რომლის ჭამაც აი სულ გასაგებია რეგულაცია კი გასაგებია. ტიპურა მაგალითად სულ ჩინეთიდან საშინელება ეს არ შეიძლება მაგისი ჭამა და აუცილებლად გავითვალისწინებთ შესაბამის გადაცემას. მაღაზიებში მალავენ, არ ამბობენ გასაგებია. და იყიდება. აი ეს და წამლები კიდევ მე წნევიანი ადამიანი ვარ. ძალიან ხშირად კი ყოველ დღე წლების განმავლობაში ხმარობდა არის ხანდახან პარტია რომელიც აი ნახევა მეოთხედი ყოფნის და არის პარტია როცა საერთოდ არ ყოფნის გასაგებია უმაგროდ ხან დაგვირეკეთ და გავითვალისწინებთ თუ ვერ ნახეთ შესაბამისი გადაცემა ჩვენ თვითონ დავუთმობთ მაგას რომ დიდი მადლობა კიდევ ერთს მოვასწრებთ გამარჯობა მოგესალმებით მოგესალმებით გენცელეთ ერთი გათო დიახ გამარჯობა არადასთან ყოველ ბამდე გაგდანას თქვენს გილოცავთ მადლობა ძალიან კარგი არის ეს კანონი რომ მიიღეთ. ნეტა თქვენ განახat მე ახლა ქალაქში მიხდება მოძრაობა და სკოლის გარშემო ეს პატარა გოგონები, აი ვაჟები და გოგონები ერთად როგორ ეწევიან, აი გული მიკვდება ხოლმე. მე თვითონ არ ამწეველი ვარ, მაგრამ ძალიან კარგი არის თუ კი ნამდვილად ხშირად წინ გადაიდგება ნაბიჯი როგორც ჯანსაღი ცხოვრებისათვის, ისე ჩვენი ხვალინდელი მომავალი თავების აღსანიშნავად. დიდი მადლობა ყველას. დიდი მადლობა თქვენ. გაიხარეთ გენწოლე. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. კი, დასასრულს უახლოვდება და შევაჯამოთ. რომ შევაჯამოთ, ახლა ინტერაქტივის პროცენტულად ის პროცენტი, რა დიდი პროცენტი იყო მომხრე ამ ყველაფრის, მე აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების, ვისაც რაღაცნაირად თავისუფლების შეზღუდვა გონია. მე ასევე ვეთანხმები ყველა იმ ადამიანს, რომ სახელმწიფო ჯარიმებამდე თვითონაც უნდა ზრუნავდეს. მე ვერ ვიტყვი, რომ ურნები არ არის. შეიძლება არ არის საკმარისი ზოგან, მაგრამ ხო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაქვს ნაგვის დაყრის უფლება. ის რომ რაღაცა ადგილას ურნის ნაკლებობა, არ მაძე ხალხო პირდაპირ ნუგაგებთ, არ მაძლევს მე უფლებას, რომ რა ვქნა, ურნა არ არის და მოვისროლო პირდაპირ ძირის და მოვწამლო ყველა ჩემ გარშემო. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ბავშვობიდანვე უნდა დავაჩვიოთ ესეთებს, ახლა შეიძლება არასწორს ტყვეები, მაგრამ მე ერთხელ ბავშვობაში მესამე სართულიდან, მეოთხე სართულიდან გადავაგდე რაღაც ესეთი ნაგავი, დედა ჩემი ადგა, ჩაიტანა ჩემი ჩანთა, დაყარა მთელი ეს ჩემი წიგნები, რა თქონდა იმ ჩანთაში და მითხრა რომ ჩადი და სათითაოდ ამოიტანე ყველა შენი წიგნი, ამოიტანე ის ნაგავი და თუ სადმე ნაგავს დაყრილს ნახავ, ყველა ჩაყარე ურნაში. ის დღე იყო ჩემოდაც და ის დღე არც მიფიქრია ფანჯრიდან რამის გადაყრაზე. არ ვიცი ხა დასჯა რამდენად სწორი მეთოდია, მაგრამ ნუ ეს რაღაცა ძაღლის წვრთნას გავდა, როგორც მე გამიკეთეს, მაგრამ იმის შემდეგ ზუსტად ვიცი რომ ესეთი რაღაც არ უნდა გავაკეთო. ნუ დავსვრით იქ სადაც უნდა ვისუნთქოთ, რა ვიცი, ნუ შევაბოლებთ სახეში თანამემამულეს, რაც ყველაფრის გარდა არაკორექტულიც არის, ხო? ესეც ადამიანები ჭამენ და შენ მათ ესე წამლა. მე კიდევ ერთი რამ მგონია ამ ყველაფრესთან ერთად, აი სულ რაღაც ცოტა ხანი გავიდა, მაგრამ დღეს უკვე გონების დაძაბვა გვიწევს, რომ გავიხსენოთ, მოიცა ღვედის გარეშე დავდიოდით ჩვენ და დრო შემოიღეს ვაპროტესტებდით, ეს ჩაივლის დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერიც და საბოლოო ჯამში ვიტყვით, რომ ეს კარგი იყო, შეიძლება დღეს და ხვალ. კარგია ეს ყველაფერი, რომ ხდებოდეს ჯარიმების გარეშე და არ ჭირდა უბრალოდ გაფრთხილება ყოფნით, უბრალოდ თხოვნა, რომ გამოდიოდეს კონკრეტული ადამიანი და ის მოდი ესე გავაკეთოთ, შევთანხმდეთ მეგობრებო, რომ არ დავყაროთ. ესეთი ძალიან კარგი ხა ჩვენ კი რაღაცებს ვაპარაკობთ, რომ ქართველები ცოტა დაუმორჩილებელები. მოდი ვთქვათ, რომ როდესაც აბსოლუტურად არაოფიციალურად გაჟღერდა ლოზუნგი მე გზას უთმობ სასწრაფოს, ძალიან ბევრმა 100-დან 80%-მა ეს
გაითვალისწინა, ხო მართალია? ასე თუ ისე, კი. შედეგი გამოიყო ამ კამპანიამ. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ ხარებად დღეს კიდევ ერთხელ მოგილოცავთ და ვიტყვით, რომ რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, არ მომწონს ეს გამოთქვა. ძალიან კარგი, გადასარევი, უსაყვარლესი ხალხი ვართ, ღმერთმა მსოფლიოს ბევრი მისცეს ჩვენები ხალხი. აბარა. გესწრებით ორ შაბათამდე ბზობის დღესასწაული მოდის და ბზობასაც გილოცავთ. ბედნიერ შაბათი კვირა თქვენ. დროებით გემშვიდობებით. Kali da mama Katsi.